ქაოსით ხართ გარშემორტყმული? წონასწორობის დარღვევას გრძნობთ? ძველმა ეგვიპტელებმა იცოდნენ, როგორ გაუმკლავდნენ ამას. სულ რაღაც ერთ წუთში ჩვენ გავამხელთ მათ ბედნიერების მთავარ საიდუმლოს, რომელიც დღესაც მოქმედებს. ეს ერთი სიტყვაა, მაატი. რა არის მაატი? ეს არ არის ქალღმერთი. ეს არის უნივერსალური პრინციპი, წესრიგი, სიმართლე, სამართლიანობა, ბალანსი. ეგვიპტელები თვლიდნენ, რომ სამყარო მუდმივად დაბალანსებული იყო მაატსა, წესრიგი და იფსეთს ქაოსის შორის. და თქვენი მთავარი მისია ცხოვრებაში ამ ბალანსის შენარჩუნება იყო. როგორ მუშაობდა ეს? ძალიან მარტივია. მაატის მიხედვით ცხოვრება ნიშნავდა ვაჭრობაში პატიოსნებას, მეზობლების მიმართ კეთილგანწყობას, სიმართლის თქმას და უფროსების პატივისცემას. ეს იყო თქვენი ბილეთი არა მხოლოდ ბედნიერი ცხოვრებისკენ, არამედ მარადიული ნეტარებისკენაც. გახსოვთ ოსირისის სამსჯავრო? თქვენი გული მაატის ბუმბულზე იყო აწონილი. თუ ის უფრო მსუბუქი იყო, თქვენ წონასწორობაში ცხოვრობდით. ეგვიპტელისთვის ნამდვილი ბედნიერება არის მთლიანობისა და მორალური კეთილდღეობის ღრმა გრძნობა. თქვენ აკეთებთ იმას, რაც უნდა გააკეთოთ. თქვენ კოსმიური წესრიგის ნაწილი ხართ. ასე რომ, თუ თქვენს ცხოვრებაში ქაოსს გრძნობთ, ნუ ეძებთ გადაწყვეტილებები გარედან. იპოვეთ თქვენი მაატი. აღადგინეთ წესრიგი, იყავით გულახდილი საკუთარ თავთან და მშვიდობა აუცილებლად მოვა. მოусმინეთ ლექციას ბედნიერების საიდუმლოებები კარის ცივილიზაციებიდან ჩვენს არხზე. გამოიწერეთ არხი, რათა იყოთ ინფორმირებული ახალი ისტორიების შესახებ.